იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მერვე. მადლობას გიხდი წიგნისთვის, სამწუხაროა, რომ მეორე არ არის. იქნებ მოიძებნოს სადმე. ძალიან გთხოვ, გაიგე რა არის კიდევ სხვა ადგილას და რისი შეძენა შეიძლება. სხვა ყველაფრისთვის კი, რაც წიგნს მოაყოლეთ, მადლობელი ვარ. ოღონდ ტყუილად შეწუხდით. აქ ახლა ყველაფერი გვაქვს და რომც არ გქონდეს, მაინც არ უნდა გამოაგზავნოთ. აქ ერთი მონაზონი გარდაიცვალა, ძალიან იტანჯებოდა. წინასწარ უნდა ვევედროთ უფალს ქრისტიანობითი აღსასრული. ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისაი, უჭირველი ურცხვენელი, მშვიდობითი და კეთილი სიტყვის გება. უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი სიკვდილი, ავადმყოფობა, წუხარება, გამოცხადებული ეშმაკები, ჩვენი ნაკლოვანებათა სიმრავლე, ეშმაკის თვისებები ჩვენ სულში და ეშმაკთა ძალაუფლება სულის ნაწილზე. არ ქონა კეთილი საქმეებისა, რომლებზეც დაყრდნობაც შეგვეძლებოდა. ერთადერთი ჩვენი სასუება ღვთის მოწყალებაა ყველასადმი, ვისაც წამს იგი და აღიარებს თავის ნაკლოვანებებს. ლოცვის დროს გააშიშვლეთ სული ღვთის წინაშე, მთელი თავისი სიბილწით, თავის მართლების გარეშე, კეთროვანის მსგავსად შეღაღადეთ, უფალო, უკეთო გინდეს ძალგის განწმენდა იჩემი. მეზვერის მსგავსად თქვით, ღმერთო, მილხინე ცოდვილს ამას. ამ და სხვა ამის მსგავსი მაგალითები უფალმან მიგვითითა ცოდვილი სულის სწორშინა გამდგომარეობაზე და ისიც გვიჩვენა, რომ მხოლოდ მსგავსი მდგომარეობიდან შეიძლება იშვას ჭეშმარიტი, უცდომელი ლოცვა. ასეთ ლოცვაზე მუდამ გადმოდის ღვთის მადლი და განამართლებს ცოდვილს. სულიერი კეთრით ზნეულს მეზვერე გამართლებული გამოვიდა, კეთროვანი კი განწმენდილი. ქრისტიანის სულიერი ცხოვრება ორი პერიოდისაგან შედგება. პირველი, საკუთარი გახრწნილების, დაცემის, ცოდვილობის შეგნება. მეორე, სულიერი წყურების თანდათანობით განკურნება. პირველის გარეშე მეორე არ არსებობს. პირველს ხშირად მივყავართ გულწრფელ ღრმა სიმდაბლემდე, რომელსაც ერთადერთ ძალურს კურნებისა და ღვთის სხვა ნიჭების დაუზიანებლად მოძება. სიმდაბლის გარეშე ეს ნიჭები შეიძლება მავნე და მეტიც დამღუპელიც კი აღმოჩნდეს. წიგნებიდან, გამოცდილებიდან შეიძინეთ ცხოვრების გზის სულიერი შეცნობა. უფალმან შთაგაგონოთ ყოველივე კეთილი, გაკურთხოთ და დაგიცვათ ყოველივე ბოროტისაგან. ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერი რიგზია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. 1960 წლის 11 ნოემბერი.